ბათუმის კინოფესტივალი წელს სტარტდება დეკემბერში. კინოკვირეულის პროგრამა რამდენიმე სექციისგან შედგება. ერთ-ერთი არის master კოლექცია, ნაკრები სხვადასხვა კინოფესტივალებიდან. ასევე გვაქვს სექცია ფოკუსი უკრაინაზე და საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი და ასევე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია. BFF-ის ფოკუსი არის არტ-ჰაუს კინო, რაც შემსწრაფი ფაქტორია ახალგაზრდა კინორეჟისორებისთვის. რამდენიმე ფილმს, რასაც გამოვარჩევდით, შეიძლება აღნიშნოთ მოჰამედ რასულოვის ფილმი, რომელიც ჩარჩან ოსკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ასევე ტომ ტიკვერის ფილმი, რომელიც პრემიერად ბერლინალეზე შედგა. BFF-ის კინოფესტივალი უკვე 20 წელია რაც არსებობს და ის ფაქტი, რომ ჩვენ ვატარებთ ბათუმში, რომელიც ზღვისპირა ქალაქია, თავისთავად ეს ძალიან თავისებურ კამერულ ატმოსფეროს სცემს ამ ფესტივალს. 13-17 დეკემბერი საკმაოდ საინტერესო კინოკვირეული ელოდება კინომოყვარულებს.